ყველაფერი დაიწყო ძალიან ჩვეულებრივად. ასე, ან სულაც ასე. მოკლედ ერთ არაჩვეულებრივად წესიერ, განათლებულ და თქვენ წარმოიდგინეთ გარკვეული თანამდებობის მამაკაცს სთხოვეს დახმარება. დახმარებას, უფრო ზუსტად კი სპონსორობას ითხოვდა ახალგაზრდა, სიმპათიური, არა, ძალიან სიმპათიური ქალბატონი, კეთილშობილური მიზნებისთვის, კერძოდ ახლებური მოდელის სკოლის გახსნისათვის. ეს საკმაოდ მიზანდასახული ქალბატონი გახლდათ და შეხვედრაზეც, რა თქმა უნდა, კარგად მომზადებული გამოცხადდა. მართალია, ჩვენი გმირი მისი სწავლების მეთოდებით არც ისე აღფრთოვანდა, მაგრამ აღფრთოვანების საბაბი მაინც არსებობდა. ხო, მოკლედ, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ჩვენი თანამდებობის პირი დათანხმდა ნოვატორული იდეების დაფინანსებაზე. თანაც გადაწყვიტა სკოლა მისი საკუთარი სახელით გახსნილიყო. ამით იგი პრესტიჟსაც აიმაღლებდა, რაც მის ახლად წამოწყებულ საქმეს გამოადგებოდა და მომხიბვლელ ქალბატონთანაც მიეცემოდა ხანგრძლივი ურთიერთობის საშუალება. ერთი სიტყვით იგი ორ კურდღელს ერთდროულად. არა, ასე არა. ხო, ერთდროულად დაიჭერდა. ეს ისე, სხვათა შორის. ასე რომ ჩვენი გმირი სასწრაფოდ შეუდგა საჭირო თანხების ძიებას და სულ მალე სკოლაც გაიხსნა. შემდეგ დაიწყო ის, რასაც პოპულარულ ენაზე იშვიათი იდეების რეალიზაციას უწოდებენ. ახალგაზრდა მიზანდასახული და უცნაური იდეებით შეპყრობილი ქალბატონი ნერგავდა თავის ნოვატორულ მეთოდებს თავის ახალ სკოლაში. სხვათა შორის, სწორედ ამ სუპერუცნაური მეთოდის და ასევე ჩვენი გმირის ხელშეწყობითაც ახალი სკოლა სუპერპოპულარული გახდა. შეძლებული და მზრუნველი მშობლები, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სწორედ იმით იყვნენ კმაყოფილები, რომ მათი შვილები ნოვატორული მეთოდებით ნათლდებოდნენ. ამიტომ არც მაღალ გადასახადზე გამოთქვამდნენ პრეტენზიას. ჩვენი თანამდებობის პირიც ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რომ მისი სახელით გახსნილი სკოლა ამხელა წარმატებებს აღწევდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა. იქამდე, ვიდრე ერთ-ერთმა მშობელმა უცნაური აღმოჩენა არ გააკეთა. მისი ნაქები შვილი, რომელიც ნაქებ სკოლაში სწავლობდა, აბსოლუტური ურვიცი იყო. და აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო. მზრუნველმა მშობელმა სასწრაფოდ მოიკითხა ის, ვინც საჭირო იყო. ანუ ჩვენი თანამდებობის პირი მამაკაცი. და პრეტენზიების სასამართლოში გამოთქმითაც კი დაემუქრა. სამართლის მაძიებელ მშობელს არა მარტო წყალში გადაყრილი სოლიდური თანხა, არამედ საერთოდ სხვა მოსწავლეების ბედიც აღელვებდა. ხო, მოულოდნელმა ვიზიტმა ჩვენი გმირი ძალიან დააბნია. თუმცა ის არც ისე არაპატიოსანი ადამიანი გახლდათ, რომ ვერ დაენახა აშკარა სიმართლე. არადა ეს მოულოდნელი სკანდალი ჩვენი გმირის ახლად წამოწყებულ საქმეს და საერთოდ მის კარიერას სერიოზულ საფრთხეში აგდებდა. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი წესიერი, განათლებული და თანაც გავლენიანი სპონსორი საკმაოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთან ამყოფელი, მას გეცილების ვერავინ არ არის გასაყოფელი. სწავლა სინათლეა, უსწავლელობა სიბნელე. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს გავესაუბრეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. ერთის მხრივ მე ვსწავლობ, იმიტომ რომ მე მაქვს რაღაცის იმედი. სლოვენსად ვისწავლ, უცხოეთში ვერ წავალ ჯერჯერობით. ზოგად განათლებას მაინც იძლევიან. გვინდა რომ მივიღოთ მრავალხმიანი განათლება, თითქოს ფილოსოფიაშიც ვიყოთ გარკვეული, სოციოლოგიურ პირობებშიც ვიყოთ გარკვეული, ასევე სხვა. აუცილებელი ადამიანმა მიიღოს თავისი რასაც პროფესია არის, აი მასში იყოს სპეციალიზირებული აუცილებლად. აი ახლა მე გეტყვით, ამერიკაში ვიყავით, ჩვენ ახლა წასულები გასტროლებზე. იქ მეტი წილია რა, ხალხი განათლებაზე არ არის ლაპარაკი, თავის საქმე იციან და პროფესიონალია. მაგრამ აი უცბად რომ გადაუხვევ რაღაც ისტორიული საკითხი ელემენტარული შეეკითხო ვერ გიპასუხებს. მე მიმაჩნია რომ პროფესიონალიც უნდა იყო და განათლებაც უნდა ქონდეს. მარტო შენი საქმე რო იცოდე კი კაია, მაგრამ ელემენტარული რაღაცა ხომ უნდა იცოდია რა. ისწავლეს სწავლის მძებნელო, მიიღევ დავითის მცნებასა, ჯერ მწარეჯამე, კვლავ თკბილი, თუ ეწებ გემოვნებასა. თავი კონდეს განათლება და სამსახურში როდესაც მიგიღებენ, აი მას არ უნდა უყურებდნენ. თქვათ რა დაამთავრე, თავია რა იცი. თუ აზროვნებს არ აქვს მნიშვნელობა, აქვს დიპლომი თუ არა. არ არის საჭირო უმაღლესი დამთავრება. აი თქვათ წიგნებიდანაც შეიძლება რომ განათლება მიიღოს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ
ადამიანი არ იყო თავის სპეციალობაში, საერთოდ არ აქვს აზრი, როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს. ბევრს დიპლომი აქვს, მაგრამ არაფერი არ იცის, მაგრამ ჩვენ დიპლომი არ აქვს, მაგრამ ხალხურ ფოლკლორს ვერ მსახურებით. დიპლომიანებს ჯობი ვართ რა ფაქტიურად. საქართველოში რომ სტატისტიკა არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი მტკვრის პირის. ქვეყანაში ყველა გზა გახსნილია ახალგაზრდობისას. ყოველ შემთხვევაში, არც ისე შორეულ წარსულში, მშობლები საკუთარ შვილებს ძალით უღებდნენ სასწავლო დაწესებულებების კარებს, საიდანაც ისინი სახელგანთქმული მეტალურგები, ექიმები და არქიტექტორები გამოდიოდნენ. მაშინ ეს პროფესიები ძალიან პოპულარული იყო და შვილებიც ცდილობდნენ, როგორც შეეძლოთ. დედაჩემს იურისტი უნდა და გამოსულიყავი და საღორეში წავიდე? მაშინ საღორეში წასვლის პერსპექტივა არც ისე მომხიბვლელი, მაგრამ ხშირად გარდაუვალი იყო. დიპლომი საიდან მოვიტანო? რა ვქნა მე? სადუშო, დავხატო? დიპლომის დახატვის აუცილებლობა დღეს აღარ არის, რადგანაც ოფიციალურად საქართველოში 200-ზე მეტი კერძო და 24-ზე მეტი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია გახსნილი. ამ ხნის კაცი ვარ და ასეთ აბავს არ შემსწრები ვარ და არც გამიგონია სწორად. ქართველებისათვის ნებისმიერ დროში ძვირ ფას დიპლომს ახლა რეალურად სოლიდური ფასი აქვს და ახლებურ ამერიკულ პრაქტიკულ განათლებასაც იძლევა. კიდე რა თქვა მაი? ყოველ შემთხვევაში ამგვარმა დაწესებულებებმა ვიწროდ სპეციალიზირებული ახალი ქართველი ადამიანები მოამრავლა და სწორედ ის ცოდნა შეზღუდა, რითიც ქართველების იდეალური თუ გაიდეალებული განათლებულობა იზომებოდა. ზირთადად იყიდება ლიტერატურა უცხო ენაზე, ახლანდელ დროში ხომ იცით რომ უცხო ენაზე დიდი მოთხოვნილება. Это был беспрецедентный случай. ისე მხატვრული ლიტერატურა ძალიან ნაკლებად, აღარც პოეზია აღარავის აღარ. აი ზირთადად ჩვენთან პოეზიას ციკნებს თითქმის აღარ ვღებლობთ, იმიტომ რომ არ იყიდება. მართლა? საქართველოს ყველაზე პროფესიონალმა ბუღალტრებმა რომ დაიანგარიშონ და გამოთვალონ რა ღირს დღეს განათლება, მიიღებენ სერიოზულ თანხას. იგი შეუფასებელია. სველი ხაზის საყოფაცხოვრებო დასკვნებიდან. იყო და არა იყო რა, იყო ქვეყანა, სადაც უმაღლესი განათლების არ მიღება ხალხს სირცხვილად მიაჩნდა. აბა უსწავლელი ხომ არ დაგვრჩება ბავში? სწავლა მიუხედავად შესაძლებლობისა ყველას უნდოდა. უნდოდა კი არა, აუცილებელიც იყო. ამიტომაც ასწავლიდნენ, სწავლობდნენ და დიპლომებსაც იღებდნენ. თუ საჭირო იყო, ყიდულობდნენ კიდეც. სწავლობდნენ იმიტომაც, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საკუთარი ცოდნა გამოემჟღავნებინათ. გიჩო და ზუთქვამს, ხამს მოყარე მოყვრისთვისაო, და გეხუტუნეთ ყველას. სწავლობდნენ იმისთვისაც, რომ ცოდნით თავი მოეწონებინათ. უკაცრავად გოგონი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობდა ჰამლეტის ტრაგედია? ჩუმად სწავლობდნენ იმასაც, რაც არ უნდა ესწავლათ. ვინ ყოფილა კაცო ეს ფროიდი თუ ფრეიდი? მოკლედ სწავლობდნენ ყველაფერს და არაფერს ერთად. ჩვენს საზოგადოებაში ყველაფერი ზოგადია. ასე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ ადამიანები. კაცო, განათლებაც იყო და განათებაც ჩვენ ფანჯრებში. მაშინ, როდესაც სწავლაში არავინ იხდიდა ფულს. ძალიან ზოგადსაგანმანათლებლო სიუჟეტის დასასრული. და ასე იყო. სწავლა სიკვდინე შენიაო, კი უთქვამს ჭკვიან კაცს, მაგრამ თუ სიკვდინე ვერ გამოვიყენეთ ეს ჩვენი წვალებით მიღებული განათლება, რა გვინდა ამისთანა სწავლა? ახლა ბატონო მთავარია გამრავლების ტაბულა იცოდე, ნახშოვნი ფულის დათვლა რომ შეძლო. თორე მეტი რაში დაგჭირდებაო? აბა, რა ვაგამეიყენეს იმ პროფესორებმა თავისი ცოდნა, რომ დგანან ახლა და ტაქსის მძღოლებად მუშაობენ. შვენში ბატონო, სწავლის ძირი ტკბილი არის. პირიქით, კენწეროში წაიმწარებსო.
ხო და რატომ დავიღალო თავი იმის სწავლით, რაც სიბერეს გაგვიმწარებსო? მკივდებდი თავს დიდი სამბით განათლებულობაზე, მაგრამ არ გამოჩნდა სარკესავით ვინ რა იცისო? ხო და გოუნათლებლობა თუ არ გვაწუხებს, გოუნათლებლობაც აღარ შეგვაწუხებსო. აბა თქვენ უყურებდით იმ ოთხკუთხედ საგანს, რომელიც განუწყვეტლივ გასწავლით და გასწავლით, მაგრამ რას გაურკვეველი? აბა